პარლამენტში ფასების კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 2025 წელს 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამის შესახებ მან ჩაწერა 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. ირკვევა, რომ დეპუტატი ფლობს არაერთი კომპანიის წილს, თუმცა დეკლარაციაში ის უთითებს, რომ შემოსავალი მიიღო მხოლოდ 2 კომპანიიდან. ბერეკაშვილმა პარლამენტში მუშაობის დროს გასულ 2025 წელს 119.722 ლარი გამოიმუშავა. პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა 100.000 ლარი დახარჯეს მოგზაურობასა და საყიდლებზე. 324.150 ლარი მოგზაურობაში, 430.296 კი საყიდლებში. პოლიტიკოსმა დახმარების სახით, მათ შორის მშობლებისთვის 310.000 ლარზე მეტი თანხა გასცა. პოლიტიკოსს საბანკო ანგარიშებზე აქვს 210.000 ევროზე მეტი და 100.000 დოლარზე მეტი. დეკლარაციაში წერია, რომ ქონების ნაწილი შოთა ბერეკაშვილს ეკუთვნის, ნაწილი კი მის ცოლს მაკა კვიციანს. მათ სახელზეა რეგისტრირებული თბილისში მიწის ნაკვეთი ბაგების სატყეო მეურნეობაში ნაგებობით 592.860 ევროს ღირებულების. მემკვიდრეობით მიღებული ბინა, საცხოვრებელი სახლი ღირებულებით 900.000 დოლარი, მიწის ნაკვეთი 30.000 დოლარი, დაბა ბაკურიანში ბინა 50.000 დოლარის ღირებულების და 3 ავტომანქანა. შოთა ბერეკაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2024 წლის არჩევნების შემდეგ გახდა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად საქართველოში დაახლოებით 400.000 სოციალურად დაუცველი ბავშვია. ანგარიშის მიხედვით სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. მხოლოდ გასულ წელს აღნიშნულ ბაზას დამატებით 23.000 ბავშვი დაემატა. 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი. დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 2024 წელთან შედარებით აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნული სახალხო დამცველის აპარატთან საუბრისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა არაერთი დაკავებული არასათანადო დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებდა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ორჯერ მჟავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა. 3 აპრილს მოსაყდრეშიო წმინდა სინოდის ხდომა მოიწვია, მას შემდეგ რაც რუსეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევის პროცესში ერევა. არ მჯერა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა ასეთი განცხადება გააკეთა, გონი ასეთი ბრიყვები არ უნდა იყვნენ, რომ ასეთი განცხადებები აკეთონ. ასე ეხმაურება ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას. სასულიერო პირის თქმით, ზეგ გასამართ ხდომაზე შესაძლოა იმშელონ ვის მიერ და რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე.